ვერან ვერ დამარწმუნებს, რომ დღეს კონკრეტულად ინტეგრაციის შემდგომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ლიდერშიპი არ ჩაერევა, ასე თქვათ, დამოუკიდებელ საქმეუწყებელ დეპარტამენტად თუ დირექტორატად მათში ინტეგრირებული დაზვერვის სამსახურის საქმიანობაში. აუცილებლად ჩაერევიან დღეს არსებული ძალების, საშუალებები და რესურსები, რომლებიც არის წარმოდგენილი ჩვენი ქვეყნის გარეთ, შესაძლოა გამოყენებული იქნეს არაეროვნული საკითხების, არაეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში შემავალი საკითხების გადაწყვეტაში. მე არ გამოვრიცხავ ზოგადად ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ცალკეულმა დასავლელმა პარტნიორებმა საერთოდ გაწყვეტონ თანამშრომლობა. არც ინფორმაციას გაუცვლის, არც ჩაითავს მის მიერ ორგანიზებულ რაიმე ქმედით აქტივობებში, როდესაც ასე თქვა თანამშრომლობის ფორმატში ხდება რიგი მოთამაშეების გასვლა ამ თამაშის პროცესიდან, აუცილებლად შეეცდებიან მისი ადგილის დაკავებას სხვა მოთამაშეები, ვინცაც ინტერესი აქვთ რეგიონში. ამ შემთხვევაში რუსეთი, კი ბატონო, ყველამ ვიცით, რომ მას ძალიან დიდი ინტერესი აქვს. არსებობს სხვადასხვა ტიპის მექანიზმები, თუ როგორ შეიძლება საქართველოს სპეციალური სამსახურები სხვა ახალმა მოთამაშეებმა ჩაითრიონ თანამშრომლობის პროცესში. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მხრიდან ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით სპეციალური სამსახურის წარმომადგენლების რეკრუტირება, ეს იქნება კატასტროფა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისათვის. ამ პროცესიდან ვეთიშებით ახლა ბატონო შალვა? დიდი ალბათობით. პრაქტიკულად გათიშული ვარ ჩვენ ამ პროცესიდან. ანუ რა სახელი შეიძლება ამას დავარქვათ? ვიცი რა გითხრათ, მაგრამ ეს რომ ნამდვილად არის დიდი კომენტარებში მოგწერეთ რა სახელი შეიძლება ამას დავარქვათ. მოგესალმებით Redline-ზე, მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline პოდკასტი და დღეს ჩვენი სტუმარია შალვა ლომიძე, ანალიტიკური ცენტრი GeoCase-ის მრჩეველი დაზვერვისა და უსაფრთხოების საკითხებში. და დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, ძალიან დიდი პატივია თქვენი სტუმრობა ჩვენთვის. უდაოდ ძალიან საინტერესო სტუმარი ბრძანდებით, მით უმეტეს იმ ფონზე, რა პროცესიც ვითარდება სწორედ აი ახლა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ დაზვერვის სამსახური, როგორც დამოუკიდებელი სამსახური აღარ იარსებებს, ასეთი არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ის გადავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში, როგორც ქვეუწყება და იქნება ეროვნული სააგენტო, დაზვერვის ეროვნული სააგენტო, რამდენადაც გავრცელდა ინფორმაცია. ამ ფონზე ცხადია, ალბათ ყველაზე სასურველი სტუმარი ხართ თქვენ, ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში იყავით ამ სისტემაში, რომელიც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იყავით ჯერ ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ხომ არ მეშლება და უკვე შემდეგ ბრძანდებოდით 21-დან 24 კი ბატონო 24-ის რომელ აპრილი კი ბატონო. ნუ ერთ სიტყვით ცხადია რომ თქვენი გამოცდილება და თქვენი შეხედულებები უდაოდ არის საინტერესო და დღეს შევეცდებით რომ ვისაუბროთ სწორედ დაზვერვის სამსახურის ფუნქციაზე, თქვენს პოზიციაზე, რას ფიქრობთ ამ ცვლილებასთან დაკავშირებით. არ არის საიდუმლო და უკვე გავრცელდა ინფორმაცია თქვენი ორგანიზაციის GeoCase-ის სახელით, რომ თქვენ არ ეთანხმებით და ფიქრობთ, რომ ეს არის დამღუპველიც კი ეს გადაწყვეტილება, რომ გახდეს სუსის შემადგენელი ნაწილი დაზვერვის სამსახური და მინდა ვისაუბროთ არგუმენტებზე, ფორმატი გვაძლევს ამის საშუალებას, რომ დეტალურად მოვყვეთ რატომ, თუმცა პირველ კითხვას დაგისვამთ უფრო წინა პერიოდთან დაკავშირებით. ეს არ არის ახალი თემა, იყო ამაზე მსჯელობა გარკვეულ პერიოდებში, იყო კიდევაც თუ არ ვცდები გამოცდილებაც ასეთი, რომ რაღაც მომენტში შეუერთდა არ იყო დამოუკიდებელი ორგანიზაცია და დამოუკიდებელი სამსახური, რა გამოცდილება არსებობს და რატომ ითქვა უარი რაღაც ეტაპზე, როდესაც იყო დისკუსიები, ხომ არ მოხდეს გაერთიანება სუსთან და აქ მე მომისმენია თქვენი განცხადებებიც, რომ საკმაოდ ესეთი საქმიანიც ხარეთ, რაღაც მომენტში ინტენსიური, ასე ვთქვათ, კამათიც კი ალბათ, ხო, შიდა დისკუსიები მიდიოდა და მაშინ მიღებული იქნა გადაწყვეტილება. საქმიანი განხილვები, კი ბატონო, დავარქვათ. რატომ იქნა მაშინ მიღებული გადაწყვეტილება, რომ არა, ჯობია დარჩეს დამოუკიდებელ ორგანოდ და რა შეიცვალა ახლა? დიდი მადლობა მოწვევისთვის. თემა ნამდვილად საინტერესოა, აქტუალურია დღევანდელ
მოცემულობაში, ვინაიდან ფორმატი გვაძლევს შესაძლებლობას მოვყვები სამსახურის შესახებ მცირე ისტორიულ ნაწილს. სამსახური შეიქმნა 1997 წელს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო სტრუქტურული ერთეული. დღევანდელი დღის ჩათვლით მხოლოდ ერთხელ მოხდა ამ სამსახურის ინტეგრირება უშიშროების სამსახურის შემადგენლობაში, ეს იყო 2004 წელს. და ეს ინტეგრაციის პროცესი გაგრძელდა რამდენიმე თვე, მაშინვე პროექტის ავტორებმა და რეფორმის ავტორებმა მიხვდნენ, რომ ეს იყო არასწორი გადაწყვეტილება და რამდენიმე თვეში სამსახური კვლავ დააბრუნეს და შეცვალეს საკანონმდებლო ბაზა იმისათვის, რათა სამსახურს გაეგრძელებია დამოუკიდებელ სახელმწიფო სტრუქტურულ ერთეულად ფუნქციონირება. ამ რამდენიმე თვიან პერიოდში მოხდა ის, რომ პრაქტიკულად სამსახურმა განიცადა მნიშვნელოვანი რყევები, მოგეხსენებათ სამსახური არის საიდუმლო საქმიანობის განმახორციელებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში, შესაბამისად შეიქმნა რიგი დაბრკოლებები ამ საიდუმლო ინფორმაციის შენახვასთან, დაცვასთან, ამ პროცესში მონაწილე სუბიექტებთან დაკავშირებით, შეიქმნა ასევე სხვა ტიპის სპეციფიური პრობლემები, რომელიც ამ ფორმატში განხილვის საკითხს არ წარმოადგენს, ვერ იქნება და შესაბამისად იმ დროს შექმნილი რეალობიდან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სამსახური აუცილებლად უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო სტრუქტურული ერთეული და ეს ასეც მოხდა. 2017 წელს საჯაროდ გაჟღერდა სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში ინტეგრაციის იდეა. ეს მთავრობის ინიციატივა იყო. ამ იდეის გაჟღერებიდან მის პრაქტიკულ აღსრულებამდე რომელიც ვერ შედგა, საბედნიეროდ იყო ცხარე დისკუსიები, ასე ვთქვათ, როგორც თქვენ აღნიშნეთ. მსჯელობები, მათ შორის როგორც შიგნით, ქვეყნის შიგნით შესაბამის სახელმწიფო უწყებებში, ასევე ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ორგანიზაცია უნდა პირიქით, აუცილებლად უნდა დარჩენილიყო როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო სტრუქტურული ერთეული. გაიზარდა და ხელი შეეწყო ამ ორგანიზაციის დამოუკიდებლად განვითარების სხვადასხვა მიმართულებით დამოუკიდებლად განვითარების პერსპექტივები, გაიზარდა მისი დაფინანსება, გაიზარდა მისი ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები, გაიზარდა სხვადასხვა სპეციფიური შესაძლებლობები, რაც შემდგომში ამ სამსახურს აძლევდა იმის რესურსს, რომ ეფექტიანად ემუშავა იმ საკითხების გადაწყვეტაზე, რომელიც მისი კვლევის საგანს წარმოადგენს და შესაბამისად მან ჰპოვა საერთაშორისო აღიარება. რაც შეეხება ამ კონკრეტულ რეფორმას, რომელიც დღეს არის დაინიცირებული, მოდიში ვიდრე მივალთ მან და მე მინდა რომ რაღაცნაირად გამოვერკვე, რა შეიცით. პერიოდულად ისმოდა ეს საკითხი, აი ახსენეთ რომ 2017 წელს კიდევ დაისვა. მოდით თქვენი აზრი გითხარით, რაც შეიძლება ითქვას, რატომ ხდებოდა ისე რომ მუდმივად, ვთქვათ, ხელისუფლება უბრუნდებოდა ამ იდეას? რატომ არ ჩაიარა, ვთქვათ, ამ თემამ, მას შემდეგ რაც რაღაც არგუმენტირებული პასუხი გაეცა, ვთქვათ, რაც თქვენც ახსენეთ ახლა, რომ აი იგივე რაღაც მონაცემების დაცვა და სხვა საკითხები გამიჭირდება ასე ვთქვათ პროფესიული კუთხით შევაფასო ეს საკითხი. პროფესიული კუთხით ჩემი სუბიექტური აზრია და ვფიქრობ არა მარტო ჩემი და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ვისაც დაზვერვის სამსახურთან ოდესმე პროფესიული და მაღალკვალიფიციური შეხება ჰქონია და მისი ხელმძღვანელი ყოფილა როგორც ასე ვთქვათ საშუალო ან დაბალი რგოლის მენეჯერი, მათი აზრი ჩემთვის ცნობილია დიდწილად და მათი პოზიცია არის, რომ სამსახური აუცილებლად უნდა იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო სტრუქტურული ერთეული. რატო ჩნდებოდა ეს აზრი? ვერ გეტყვით, ეს ალბათ უფრო პოლიტიკურ მდგენელს წარმოადგენს. ალბათ როგორც დღეს ჩემი სუბიექტური აზრია, როგორც დღეს ვიღაცა თავის დროზე ცდილობდა, რომ კონსოლიდირებული ყოფილიყო ამ ძალოვანი და ძალოვანს ვერ უწოდებ, უფრო სპეციფიური საიდუმლო სამსახურების ძალებისა და საშუალებების ასე ვთქვათ შეერთება მოხდარიყო ერთი კონკრეტული რგოლის ან პირის ან პირთა ჯგუფის ქვეშ. შესაბამისად ალბათ ამ მიზანს ემსახურებოდა. თვითონ სამსახური არის ძალიან მცირე ზომის და მცირე მასშტაბის. მისი შემადგენლობა სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს და შესაბამისად ამ თემაზე ჩვენ დღეს აქ ვერ ვისაუბრებთ. აქედან გამომდინარე მუდმივად არსებობდა რაღაცა ასე ვთქვათ
ხიბლი რო ეს სამსახური თავისი ფუნქციიდან გამომდინარე ყოფილიყო თქვა ერთი მაკოორდინირებლის ან მაკონტროლებლის ქვეშ. და მუდმივად მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ის ძირითადი არგუმენტი, რომელიც ყოველთვის იყო განხილვისაგანი. თუმცა იდეის შემდგომ, როდესაც მიდიოდა თემატური საექსპერტო ან სპეციალისტებთან საუბარი, მუდმივად ხდებოდა და ხდება, იმედი მაქვს, რომ ალბათ ამ შემთხვევაშიც იქნება რაიმე ტიპის განხილვები, ხდებოდა მათი დარწმუნება, იდეის ავტორთა დარწმუნება, რომ ზოგადად ეს იყო მცდარი გადაწყვეტილება და სამსახურს აუცილებლად უნდა გაეგრძელებინა დამოუკიდებელ სახელმწიფო სტრუქტურულად ფუნქციონირება. აღსანიშნავია, რომ დაზვერვის სამსახური დღეს მოცემულობით არის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ქმედითი წევრი, მუდმივი მოქმედი წევრი, იგი პასუხისმგებელია საგარეო საფრთხეებთან დაკავშირებით კონკრეტული ამოცანების საკითხების გადაწყვეტაზე, იგი კონცენტრირებულია კონკრეტულ ამოცანების შესრულებაზე, რაც განსხვავდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციებისა და ამოცანებისაგან. მე მოვისმინე გარკვეული ტიპის არგუმენტები და ასე ვთქვათ მოსაზრებები, რომ თითქოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და დაზვერვის სამსახური პრაქტიკულად ერთი და იგივე საკითხს წყვეტენ, ერთი და იგივე საკითხს ნამდვილად არ წყვეტენ, უშიშროების სამსახური და დაზვერვის სამსახური. შესაძლოა საკითხის გადაწყვეტის მექანიზმები, მეთოდოლოგია, ძალები და საშუალებები ჰგავდნენ ერთმანეთს, მაგრამ ის ამოცანა, რომელსაც წყვიტავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ის ამოცანები, რომელსაც წყვიტავს დაზვერვის სამსახური, ეს არის სრულიად განსხვავებული. მოკლედ რომ შევეხოთ, ბევრმა პასუხისმგებელი საჯაროების ნაკლებობის გამო არც იცის რეალურად. გასაგებია, დაზვერვის სამსახურის პასუხისმგებელი არის საგარეო საფრთხეების გამოვლენაზე, იდენტიფიკაციაზე, მისი ოპერირების, მისი მოქმედების ძირითადი არეალი, ძირითად შემთხვევაში ეს არის საზღვარგარეთის ქვეყნები, მტრულად განწყობილი ქვეყნები, მათ შორის სხვა სახელმწიფოები, ქვეყნის ტერიტორიაზე იგი არ აწარმოებს არანაირ საქმიანობას, ქვეყნის ტერიტორიაზე იგი ახდენს, ასე ვთქვათ, ოპერატიული საინფორმაციო თუ სხვა ტიპის ინფრასტრუქტურის მომზადებას, კადრების გადამზადებას, კადრების მობილიზებას კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად და მისი სამოქმედო სივრცე არის საზღვარგარეთის ქვეყნები. განსხვავებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისაგან, რომელიც ოპერირებს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე, მას გააჩნია განსხვავებული სამართლებრივი ბაზა, მისი ამოცანა არის ქვეყნის შინით არსებული საფრთხეების გამოწვევების იდენტიფიკაცია, მის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, ანუ სამოქმედო სივრცეები არის რადიკალურად განსხვავებული. ჩვენ რა დაზვერვის სამსახური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ორივე ქმედითი და თანაბარ უფლებამოსილი პირი სუბიექტი ბუნებრივი ერთმანეთთან კოორდინაციაში იმყოფებიან, იმიტომ რომ ზოგადად საერთო ჯამში წყვეტენ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს, მაგრამ ის კონკრეტული სპეციფიური თემატიკა, რომლის გადაწყვეტაც არის მათი კომპეტენცია, სრულიად განსხვავებულია. კი ბატონო, მოდით დავიწყოთ უკვე ამ გადაწყვეტილებაზე საუბარი და ჩამოთვალოთ ძირითადი არგუმენტები, რატომაც თქვენ ფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება არის არასწორი. პირველი, რასაც ვფიქრობ, რაც ასე ვთქვათ, რაც გარდაუვალია, ეს არის დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობის ფორმატის შესუსტება ან რიგ შემთხვევაში რიგ ქვეყნებთან პრაქტიკულად გაუქმება. ჩვენ ვიცით, პროფესიულ წრეებში ვიცით დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და დაზვერვის სამსახურის ფუნქციონირება დასავლელი პარტნიორების და ზოგადად პარტნიორებთან თანამშრომლობის გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ეს არის ის სფერო, სადაც სადაზვერო აქტივობები, სადაზვერო თანამშრომლობა საინფორმაციო ნაწილში, ტექნიკურ ნაწილში, თანამედროვე გამოწვევების ნაწილში, ოპერატიულ ნაწილში, ან სხვა ტრენინგების ნაწილში, ახალი თაობის მომზადების ნაწილში, ყველაფერი დიდწილად დამოკიდებულია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. დაზვერვის სამსახური იყო ერთ-ერთი საკვანძო ორგანიზაცია და იმედი მაქვს, რომ არის, რომელსაც თავის თავზე ჰქონდა აღებული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატების შექმნა, გაფართოება და მისი ხელშეწყობა. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, გარდა იმისა, რომ შეიქმნება გარკვეული ბიუროკრატიული მექანიზმები, ვინც ამ თემაში ჩახედულია, მათთვის, რასაც ახლა ვამბობ, ეს სრულიად გასაგებია, იმიტომ რომ პარტნიორი ორგანიზაციებიც გარკვეული წესებით მოქმედებენ და ამ ბიზნესში, ამ თანამშრომლობის ამ ფორმატში არსებობს გარკვეული რაღაცა შიდა დაუწერელი კანონმდებლობა, წესები და ნორმატიული, ასე ვთქვათ, ქცევის ფორმები. შესაბამისად, ამ შემთხვევაში გართულდება კოოპერაცია. მიზეზი
შეგვიძლია აღწეროთ. ბიუროკრატიული საკითხები ყველაზე მინიმუმ ეს ერთი. ანუ სანდოობის შემცირდება სანდოობის მომენტი აუცილებლად ვინაიდან ვიცით რა ტიპის დამოკიდებულება არსებობს ასეთი ტიპის ცვლილებებთან დაკავშირებით და პლუს მე არ გამოვრიცხავ ზოგადად ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ცალკეულმა დასავლელმა პარტნიორებმა საერთოდ გაწყვიტონ თანამშრომლობა. აი ეს უნდა მეკითხა, როდესაც რიგი ქვეყნები ეს არ იქნება განპირობებული კონკრეტულად ამ რეფორმით, მაგრამ ეს რეფორმა იქნება ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი და ეს ზოგადად შეიძლება მოიცავდეს ქვეყანას საქართველოსა და დასავლური სამყაროს დღეს არსებულ ვითარებიდან გამომდინარე ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი შეიძლება გახდეს. შესაბამისად დიდი ალბათობით და ჩემი სუბიექტური მოსაზრებით ეს თანამშრომლობა რიგ ქვეყნებთან პრაქტიკულად ფორმალურ სახეს მიიღებს. შტატებთან გარკვეულწილად გართულდება. და იგულისხმება ევროპული სახელმწიფოები. ევროპული ქვეყნები, დიახ, ევროპული ქვეყნები. დაზვერვის სამსახურს საკმაოდ ბევრ ევროპულ ქვეყანასთან, ბევრ დედაქალაქთან ჰქონდა საკმაოდ საინტერესო კოოპერაცია. დეტალებში ვერ წავალ, თუმცა ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი საკმაოდ მიმართულება ამ სამსახურის სამომავლო განვითარებისა და მისი საქმიანობის იყო სწორედ რომ დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობის ფორმატების შექმნა და გაფართოება და შესაბამისად ამ მიმართულებით შეიქმნება აუცილებლად პრობლემები. ბატონო შალვა, შეგვეძღუდება წვდომა დასავლელი პარტნიორების მიერ მომზადებულ შეფასებებზე, ხედვებზე, შავი ზღვის რეგიონში არსებულ გარკვეულ გამოწვევებთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ რეგიონში საკმაოდ რთული გეოპოლიტიკური და მათ შორის უსაფრთხოების ნაწილში ვითარებაა, შესაბამისად შეიზღუდება ეს წვდომა, შეიზღუდება გარკვეულწილად ერთობლივ კვლევებში, შეფასებებში, რისკების გადაზღვებში მონაწილეობის ფორმატები, შეიზღუდება თანამშრომლების დასავლელ პარტნიორებთან ერთად მომზადების შესაძლებლობები და სხვა ბევრი რამ. აი სწორედ ეს მინდოდა ახლა მეკითხა, რომ როდესაც ჩვენ ვიგებთ ასე ამბად რაღაც გადაწყვეტილებების შესახებ, ხო? ანუ პოლიტიკურ ცხოვრებაში რაც ჩანს ბოლო პერიოდში, აი მაგალითად, გაუქმდა სტრატეგიული პარტნიორები, აღარ ვართ ამერიკის შეერთებული შტატების, ხო? აი ასე შემდეგ რომ გავყვეთ ახლა ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებებს, პოლიტიკოსების პასუხი არის ხოლმე ესეთი, რომ ანუ პოზა არის ესეთი, რომ მე რა. ანუ ამით არაფერი არ დაუკარგავს, დიდი არაფერი დაგვიკარგავს, არ კონტექსტი ეგ არის ხოლმე და ხო ნუ თუ არ უნდათ უნდათ, აი ძალიან ეს შეიძლება ესეთი მარტივი ენით ვამბობ, მაგრამ ანუ მთავარი გზავნილი ყოველ შემთხვევაში პოლიტიკური გზავნილი ეგ არის ხოლმე რა. რაც შემდეგ ვიღაცისთვის არის აღშფოთების საფუძველი, ვიღაცისთვის არის კარგი საკენკი, რომ ხო, ნუ მარაუშავს და ვითომ ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება. რაღაცნაირად ვიდრე სხვა ნაწილზე გადავალთ, აი ამ ფასზე მინდა რომ თქვენი მოსაზრება კიდევ ერთხელ მოვისმინო, რას კარგავს აი ამ ტიპის თანამშრომლობის შეფერხებით ან რიგ შემთხვევებში როგორც თქვენ ბრძანეთ საერთოდ გაჩერებით. უსაფრთხოებისა და დაზვერვის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის კონტექსტის გაუქმების შემთხვევაში ნამდვილად ძალიან ბევრ რამეს ვკარგავთ. ამის დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ ეს თანამშრომლობა იძლევა და აძლევს საქართველოს უსაფრთხოების სისტემას იმ ინფორმაციას და იმ შესაძლებლობებს, რათა ჩვენ კარგად დავგვეგმოთ ჩვენი უსაფრთხოების შესაძლებლობები, დავინახოთ რა ტიპის გამოწვევებში ვართ დღეს, დავინახოთ ახლო და გრძელვადიან პერსპექტივებში რა ტიპის სირთულეები შეიძლება შეიქმნას ჩვენს რეგიონში ან ზოგადად გლობალურად სახელმწიფოებში, ქვეყანაში და თუ დღეს იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს გარშემო ყალიბდება ახალი უსაფრთხოების სისტემა, ახალი ურთიერთობები ქვეყნებს შორის, ჩვენთან ვინმე ფიქრობს, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის გაუქმებით ჩვენი ურთიერთობა არ დაზიანდება ჩვენი უსაფრთხოების სისტემა, ეს არის მცდარი მოსაზრება, მერწმუნეთ, პირადი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ სწორედ რომ სტრატეგიული თანამშრომლობის, სწორედ რომ დედაქალაქებთან უსაფრთხოებისა და დაზვერვის ორგანიზაციებთან ეფექტური თანამშრომლობის შემთხვევაში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გარკვეულწილად პრევენციულად გქონოდა ინფორმაცია რიგ გამოწვევებთან დაკავშირებით და საერთოდ თავი რომ დავანებოთ ინფორმაციულ ურთიერთსარგებლიანობას, ეს არის ახალი ხედვა, ახალი დამოკიდებულება, ეს არის ახალი შესაძლებლობები სამსახურის განვითარების, ეს არის ჩვენი პროფესიონალი კადრების და მერწმუნედ დაკომპლექტებული ან ნამდვილად პროფესიონალი კადრების
მათი შესაძლებლობების გამოყენება ზოგადად სოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ეს არის მათში სხვა წესის, სხვა შიდა პროფესიული კულტურის ჩამოყალიბების შესაძლებლობა და ამაზე უარის თქმა ჩვენ მიგვიყვანს იქამდე, რომ ეს სამსახური ჩაიკეტება, გახდება იზოლირებული, დაიწყებს შიგნით, ასე ვთქვათ, ოპერირებას და აუცილებლად გაჩნდება პოლიტიკური მდგენელი ბოლოს, იმიტომ რომ როდესაც საერთაშორისო თანამშრომლობა ვერ ვითარდება, როდესაც შენ არ გაქვს ცდომა საერთაშორისო შესაძლებლობებთან, როდესაც საერთაშორისო გამოწვევები შენთვის ხდება უცხო, მაშინ შენ სადღაც უნდა მიმართოს შენი ძალები და საშუალებები და მოახდინო საკუთარი თავის რეალიზება და ეს იქნება ერთ-ერთი მდგენელი, სადაც იგი შეეცდება, რომ ეს რესურსები მიმართოს ამ მიმართულებით. პლუს აქ არის мотиваცია თანამშრომლებში, როდესაც თანამშრომლები ხედავენ, რომ მათი საქმიანობა იძლევა ქმედით შედეგებს და ისინი მათ თავიანთი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ეს არის განსხვავებული დამოკიდებულება, ეს არის განსხვავებული შიდა კულტურა, ეს არის განსხვავებული, თქვათ, мотиваცია იმისათვის, რომ ხვალ კიდევ უფრო უკეთესი შექმნა შენი მომავალი თაობისთვის, ახალგაზრდებისთვის, შენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, როდესაც ეს კომპონენტი არის არსებობს, შესაბამისად მათი мотиваცია იქნება მხოლოდ შესაბამისად ფუნქცია მნიშვნელოვნად იზღუდება და мотиваციაც მეთქმით, რომ ეს ასე იქნება. ყოფილა ჩვენ შემთხვევებში ზოგადად, ასე თქვათ, იდეალური სამსახურები არ არსებობს და ყოფილა, როდესაც წარსულ წლებში, როდესაც სამსახური იყო ჩაკეტილი, მაგი ვერ ახდენდა საკუთარ თავის რეალიზაციას, ვერ წყვეტდა კონკრეტულ ამოცანებს, იგი აწდებოდა საკმაოდ რთულ პრობლემას. აი ამ რეფორმის ფარგლებში მე ვფიქრობ, რომ ვითვალისწინებთ რა და ვხედავთ რა სიტყვაზე რა ტიპის ამოცანების გადაწყვეტას ემსახურება უსაფრთხოების სამსახური, ჩვენ გავეცანით საკმაოდ დეტალურად 20-24 წლის ანგარიშს უსაფრთხოების სამსახურისა საკმაოდ საინტერესო, ასე ვთქვათ, ახალი კომპონენტები იყო ამ ანგარიშში წარმოდგენილი. მე არ გამორიცხავ სწორედ, რომ მათში ინტეგრირებული დაზვერვის სამსახური სამომავლოდ გამოყენებული იქნეს გარკვეულწილად რიგი სპეციფიური, არა მათი პირდაპირ ფუნქციური ამოცანების გადასაწყვეტად. პოლიტიკურ დგენაზე მაქვს საუბარი. ანუ შიდა პოლიტიკურ საკითხებში გარკვეული მიზნებისთვის გამოყენებაზე საუბრობთ? ანუ ფუნქციის ამ მიმართულებით შეცვლაზე საუბრობთ? ანუ პირდაპირ გაგებით ფუნქციის ამ მიმართულებით შეცვლა შეიძლება. გამოყენება შორის შესაძლოა მათ ხელთ არსებული დღეს არსებული ძალების საშუალები და რესურსები, რომლებიც არის წარმოდგენილი ჩვენი ქვეყნის გარეთ, შესაძლოა გამოყენებული იქნეს არაეროვნული საკითხების, არაეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში შემავალი საკითხების გადაწყვეტაში. ანუ როგორც კომუნიკაციის რგოლი შეიძლება აღვიქვათ? დაზვერვის სამსახურს მთელი რიგი შესაძლებლობები გააჩნია. ანუ სწორად გავიგე, ეს მინიშნება, რომ ვინმესთან ურთიერთობის ნაწილში მათი ინფორმაცია, სხვა ფუნქცია შეიძინოს ამან? არა მხოლოდ აქ შეიძლება იყოს რაღაცა კონკრეტული სპეციფიური საკითხების გადაწყვეტა, შეიძლება იყოს სპეციფიურ საკითხებთან მიმართებაში ინფორმაციის შეგროვება და ამუშავება და ასე შემდგომ. საინტერესოა ძალიან. მე მესმის, რომ თემას თქვენ დეტალურად არ გაშლით და ამიტომ ვცდილობ, რომ არც მე არ დავსვა რაღაც უხერხული შეკითხვები, თუმცა კონტექსტი გასაგები არის და ალბათ ჩვენი მაყურებელიც გამოყვება ამ ლოგიკაში. ბატონო შავა, იცით რის თქმა კითხვა მინდოდა, ანუ თქვენ როდესაც ამბობთ, რომ ეს აუცილებლად, დიდი ალბათობით ასე მოხდება პარტნიორებთან თანამშრომლობის ნაწილში, რომ ეს იკლებს და რეგ შემთხვევებში გაუქმდება. წარმომიდგენია და პრინციპში უკვე მოვისმინეთ დღევანდელი პოლიტიკური განცხადებები მმართველი პარტიის წევრი დეპუტატების მხრიდან, რომ არაფერი არ ხდება, ეს გაერთიანდება, მაშინ ცალ-ცალკე თანამშრომლობდნენ ჩვენი პარტნიორები ამ ორ უწყებასთან, ახლა ერთიან სივრცეში იქნება და რაღაცა ცოტა არ ვიცი, კაი მაგის შეფასებაში არ შევალ, როგორ ჟღერს ეს რაღაც ცოტა ზღაპრის თხრობის ხელწერას გავს ჩემთვის, თუმცა კითხვა მაქვს ასეთი, როგორ იღებენ ამ სიგნალებს უცხოელი პარტნიორები, ანუ რა არის მათთვის ეს გადაწყვეტილება, ანუ თქვენი შეფასება მოვისმინა, რომ რას შედეგს გამოიღებს ეს, მაგრამ დაუწერელი რაღაც წესები ახსენეთ, ხო, ანუ მათთვის რა გზავნილი არის, აი ეს გადაწყვეტილება. როგორ ითარგმნება ეს აი ამ ურთიერთობების ენაზე? ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ეს გადაწყვეტილებათვის იგი პრაქტიკულად აღსრულდა, იქნება საკმაოდ მწვავე გზავნილი განსაკუთრებით დასავლელი პარტნიორებისთვის.
მათი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ არის ასეთი, რომ ყოველ შემთხვევაში მე რაც მქონია ურთიერთობა იქიდან გამომდინარე შემეძლია ვთქვა და პრაქტიკაც ამას აშუქებს, რომ ეს სამსახური უნდა იყოს დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი სახელმწიფო სამსახური, უნდა ექვემდებარებოდეს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ პირს. ასეთი პრაქტიკა არსებობს. ზოგადად პრაქტიკას რო შევეხო, ვინაიდან თემა არის ზოგადად მათ შორის დასავლეთის ქვეყნებში არის ასე თქვი რამოდენიმე ფორმატია. ანუ დაზვერვის სამსახური ერთი ფუნქციონირებს ისე როგორც დღეის მდგომარეობით ფუნქციონირებს საქართველოს დაზვერვის სამსახური, იგი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო სტრუქტურული ერთეული. მეორე მოდელი ეს არის, რომ ისინი ინტეგრირებული არიან ასე ვთქვათ სამოქალაქო ორგანიზაციებში, მაგრამ ამ სამოქალაქო ორგანიზაციის პირველი პირები და ხელმძღვანელი პირები ვერანაირად ვერ ერევიან დაზვერვის სამსახურის საქმიანობაში და ისინი ფუნქციონირებენ დამოუკიდებლად სხვა ვერტიკალით. და ეს არის გამყარებული როგორც საკანონმდებლო ბაზით, ასევე გამყარებულია ტრადიციებით, ასევე გამყარებულია პრაქტიკით და შესაბამისად ეს მიღებული ფორმაა. გარკვეულწილად ეს საკითხი ემსახურება იმას, რომ დაზვერვის სამსახური საკუთარი ამოცანების გადაწყვეტის დროს ცდილობს გამოიყენოს სხვადასხვა ტიპის შეფარებები და უფრო ქმედითად იმოქმედოს რიგი საკითხების გადასაწყვეტად. სამართლიანობისთვის უნდა ვთქვათ, რომ მათ შორის უსაფრთხოების სამსახურში ინტეგრირებული დაზვერვის სამსახურებიც არსებობს და არსებობს ეს მათ შორის დასავლეთის ქვეყნებშიც, რიგ დასავლეთის ქვეყნებშიც. რამოდენიმე ქვეყანა, ხორვატია თუ არ ვცდები, სლოვენია, სლოვაკეთი, მე მგონი კიდევ არის რამოდენიმე ქვეყანა, სადაც ეს პრაქტიკა არსებობს, საიდანაც ეხლა ამ რეფორმით ჩვენ მივდივართ, მაგრამ აქ არის მკვეთრად დაწერილი და ასე ვთქვათ და წლების განმავლობაში შექმნილი პრაქტიკა, რომ ამ ამოცანის გადაწყვეტის დროს კონკრეტულად ამ სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაში ვერავინ ვერ ერევა, იგი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოდან ან იმ ორგანიზაციიდან, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე არის ძირითადი პასუხისმგებელი ორგანო, იღებს კონკრეტულ მითითებებს, დავალებებს და მოქმედებს ამ დავალებების ფარგლებში. ჩვენ ყოველთვის უნდა გამოვიდეთ იმ სიტუაციიდან, თუ რა რეალობა არსებობს ქართულ თანამედროვე უსაფრთხოების სისტემაში და აქედან ავიღოთ მაგალითი რა შეიძლება დაგვემართოს. იმის გათვალისწინებით თუ რა რეალობა არსებობს დღეს, რა ტიპის დამოკიდებულება, მაგი ეგ საკითხი არის ერთ-ერთი ხელისშემშლელი და დამობრკოლებელი და ასე ვთქვათ წინაღობა ამ საკითხის რეალურად განხორციელების, იმიტომ რომ არსებობს რისკები, რომ ეს სამსახური გახდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შემავალი სხვა გაცილებით დიდი და ძლიერი ოპერატიული დანაყოფების, ასე ვთქვათ, სათადარიგო დამხმარე ქვედანაყოფი, რომელიც მათ დაეხმარება მათ წინაშე არსებული გარკვეული ტიპის ამოცანების გადაწყვეტაში. მე ჩემი პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ დღეს კონკრეტულად ინტეგრაციის შემდგომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ლიდერშიპი არ ჩაერევა, ასე ვთქვათ, დამოუკიდებელ საქმეუწყებო დეპარტამენტად თუ დირექტორატად მათში ინტეგრირებული დაზვერვის სამსახურის საქმიანობაში. აუცილებლად ჩაერევიან, იმიტომ რომ დაზვერვის სამსახურს გააჩნია საკმაოდ საინტერესო სპექტრი მოქმედებისა, საკმაოდ საინტერესო მათთვის რაღაც საინტერესო საბადო იქნება ერთგვარი ინფორმაციის და კონტაქტების, ხო? რა თქმა უნდა. ის მოდელი, რაც კიდევ ერთხელ ვამბობ, ის მოდელი, რაც დღეს არის წარმოდგენილი, ეს მოდელი არსებობს ბუნებაში. ამ მოდელით ბევრი ქვეყანაში არის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურები ერთმანეთთან ინტეგრირებული, უბრალოდ იქ არსებობს სხვა კულტურა. კი, და ალბათ რაღაც პოლიტიკურ გარემოს მნიშვნელობა. პოლიტიკური გარემო, დიახ, სწორედ ამაზე მაქვს მესაუბრე. აქ ახალი არაფერი არ არის მოგონებული, ასე ვთქვათ. ეს არის საიდანღაც გადმოტანილი, ასე ვთქვათ, მორგებული თანამედროვე რეალობაზე, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ შიდა და გარე პოლიტიკური ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ასეთი ტიპის ორგანიზაციების ფუნქციონირებაზე. შესაბამისად, აქედან უნდა გამოვიდეთ. თორე აქ ახალი არაფერი, აქ რაიმე განსაკუთრებული რეფორმა მოგონებული არ არის, ეს არის მათ შორის ერთ-ერთი პრაქტიკა, რომელიც არსებობს სხვადასხვა ქვეყნებში, თუმცა ზოგადად პრაქტიკა გვიჩვენებს მიზნები გვიჩვენებს, ამოცანები გვიჩვენებს, რომ სჯობს დაზვერვის სამსახურის საქართველოს გამოწვევების, გარე საფრთხეების, ამოცანების დღეს რეგიონში არსებული სირთულეების გათვალისწინებით იყოს ალტერნატიული დამოუკიდებელი სახელმწიფო სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ პირების ინფორმირებას ალტერნატიული ინფორმაციით და მათი ინფორმირება არ მოხდება ერთი კონკრეტული არხიდან. ზოგადად
სასურველია, რომ ეს ინფორმაცია მოდიოდეს სხვა არხებიდანაც, იყოს ცხარე დისკუსიის, მსჯელობის, განსხვავებული აზრის არსებობა უნდა არსებობდეს, შესაძლებლობა უნდა იყოს, რაც პირიქით მათთვის იქნება უკეთესი. მოკლედ თქვენი საუბრის სტილი აბსოლუტურად გასაგები არის და მე ვიტყვი ცოტა განსხვავებულად რომ ესე იგი იმ რეალობაში, როდესაც საქართველოს ბევრი სტვის საერთაშორისო პარტნიორებისთვის არ არის აღქმული სანდო პარტნიორად, რაღაც გარკვეული კითხვის ნიშნები ჩნდება საქართველოს კურსთან მიმართებაში, როდესაც საუბრობთ იმ მოცემულობაში, რომ ქვეყნის ხელისუფლებას ასანქცირებენ, ან რიგში დგანან ქვეყნები, რომ მათ შესაძლოა ხვალზე მიიღონ გადაწყვეტილებები აღმასრულებელი რგოლის დასანქცირების შესახებ და ჩვენ პოლიტიკურ ფორმატებში აღარ ჩანვართ, ეს რეალობა გვიდგას და გვიხარია ხანდახან თუ ვინმე ხელს დაგვიქნევს სადმე რომელიმე ივენტზე და ამას კადრში მოვახვედრებთ და ფოტოს გადავიღებთ და მე ამას კარგად გავყიდით საზოგადოებაში, აი ამ მოცემულობაში როგორც გავიგე ბატონი შალვას მონაყოლიდან უკვე არასანდო ხდება პარტნიორი ორგანიზაცია, ამ შემთხვევაში დაზორვის სამსახური, როდესაც ინტეგრირდება იმ სტრუქტურაში, რომელზეც უფრო ფართო და პირდაპირ გავლენა აქვს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, არამხოლოდ გავლენა, ანუ ის გარკვეულწილად არის გარკვეული პოლიტიკური ამოცანების შემსრულებელი შიდა პოლიტიკის კუთხით, ხო? ანუ ჩვენთვის რაღაცა ადამიანურ ენაზე მარტივ და პოპულარულ ენაზე რომ ავხსნათ, ეგ არის მთელი ამბავი, რომ ის ხალხი უკვე ნდობას კარგავს, უკვე რაღაცნაირად დამოუკიდებელ მოთამაშედ აღარ აღიქვამს, შესაბამისად არ ელაპარაკება, არ უცვლის ინფორმაციას და არც გამოცდილებას. არც ინფორმაციას გაუცვლის, არც ჩაითავს მის მიერ ორგანიზებულ რაიმე ქმედით აქტივობებში. დიახ. ეს არის საკმაოდ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი თანამშრომლობის ფორმატების გაფართოების ძალიან რთულია უცხო ქვეყნის სადაზვერვო ორგანიზაცია შენთან შემოვიდეს იმ დონის ნდობაში, რომ მან განდოს სიტყვაზე მისი ასე ვთქვათ მის სპეციფიურ საკითხებში შენი ჩართულობის უზრუნველყოფა, ეს პრაქტიკულად გამორიცხული იქნება ამ შემთხვევაში. ასევე შეიზღუდება აღნიშნე კიდევაც შეიზღუდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ მომზადებულ შეფასებებზე, შეფასებებზე, ანალიზზე, გარკვეულ აქტივობებზე ჩვენი წვდომა, შეიზღუდება ჩვენი მონაწილეობა სხვადასხვა პლატფორმებზე და სადაც ასევე შეიზღუდება შესაძლებლობა, რომ ჩვენ გავაჟღეროთ ჩვენი პოზიცია თუ როგორ ხედავ ჩვენი გადასახედიდან. მე ამას ვამბობ იქიდან გამომდინარე, რაც მე მინახავს, მომისმენია და რაც რეალურად ბუნებაში მოხდება. მე არ გამორიცხავ, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებული იყოს და ინტეგრაციის შემთხვევაში ეს პროცესი აუცილებლად მასე განხორციელდება. გქონდა ჩვენ გარკვეული ტიპის შესაძლებლობები, მოგეხსენებათ ქვეყანას ევროინტეგრაციის კურსი, მკვეთრად გამოხატული ევროინტეგრაციის კურსი ქონდა გარკვეულ პერიოდამდე და ამ მიმართულებით სახელმწიფო ყველა სტრუქტურული ერთეული დგამდა შესაბამის ნაბიჯებს, მათ შორის დაზვერვის სამსახურიც. ჩვენი ამოცანა იყო ევროკავშირის სპეციფიურ სადაზვერვო, ასე ვთქვათ, ოჯახში ინტეგრაციის დაჩქარება და ამისათვის ხელი შეწყობა, რაც დღეს პრაქტიკულად გაჩერებულია და დღეს ვეღარ ხორციელდება. ამ მდგომარეობაში, როდესაც ანუ ჩერდება ერთ მხარეს თანამშრომლობა, რამდენად მატულობს რისკი, რომ ეს პროცესი საპირისპირო მხარეს წავიდეს. ბუნებრივი პროცესია, როდესაც გულისხმობ, ანუ ხდება პარტნიორობის თანაცვლება. ხო, ჩანაცვლებას გულისხმობ, რუსეთს გულისხმობ და სხვა თანამეგობრობას, ასე ვთქვათ. გარდაუვალი პროცესია, როდესაც ასე ვთქვათ, თანამშრომლობის ფორმატში ხდება რიგი მოთამაშეების გასვლა ამ თამაშის პროცესიდან, აუცილებლად შეეცდებიან მისი ადგილის დაკავებას სხვა მოთამაშეები, ვინცაც ინტერესი აქვთ რეგიონში. ამ შემთხვევაში რუსეთი, კი ბატონო, ყველამ ვიცით, რომ მას ძალიან დიდი ინტერესი აქვს.
არსებობს სხვადასხვა ტიპის მექანიზმები თუ როგორ შეიძლება საქართველოს სპეციალური სამსახურები სხვა ახალმა მოთამაშეებმა ჩაითრიონ თანამშრომლობის პროცესში. ეს არის ასე ვთქვათ, ამაში ახალი არაფერია, ეს არის სხვადასხვა ტიპის პირველ ეტაპზე ნაკლებად მნიშვნელოვანია ან ზოგადად ასე ვთქვათ, ნაკლებად სარისკო თემატიკით დაინტერესება ამ ნაწილში თანამშრომლობის გაფართოება, შემდგომში ეტაპობრივად ახალი ფიგურანტების, ახალი საკითხების, ახალი კვლევისაგნების გაჩენა ურთიერთობებში და საბოლოო ჯამში ისეთი, თქვათ, თანამშრომლობის ფორმატის შექმნა, რომ მერე ძალიან გაჭირდეს ამ თანამშრომლობის ფორმატიდან უკან გამოსვლა თუ ამის სრული გაჩნდა, ასე ვთქვათ, მოხდეს ჩათრევა თანამშრომლობაში და შეიქმნას გარკვეული ტიპის შიდა ინფრასტრუქტურა, რაც მათ, ანუ ახალ მოთამაშეებს მისცემთ შესაძლებლობას, რომ დაიკავონ მყარი პოზიცია თანამშრომლობის ფორმატში და შექმნან დამატებითი გარანტიები ამ თანამშრომლობის ფორმატის გაფართოებისთვის. როდესაც ჩვენ გვაქვს საუბარი დასავლელი პარტნიორების გასვლაზე და მათ ნაცვლად ახალი პარტნიორების შემოსვლაზე, რომელიც ბუნებრივია ვერ იქნებიან დასავლელი პარტნიორების გავსი პარტნიორები, ეს არის ძალიან დიდი რისკის შემცველი. ამასთან დაკავშირებით მე მაქვს ჩემი მოსაზრება და ეს არის სულთა პროფესიული მოსაზრება, გაიზრდება თანამშრომლობის დაუცველობის საკითხი. აი ეს მინდოდა მეკითხა დაზუსტებისთვის, ანუ გულისხმობთ აქ სტრუქტურულ დონეზე თანამშრომლობას თუ გარდა ამისა იგულისხმება ეგ რისკიც, რომ ინდივიდუალურად თქვათ მე მგონი მანდეთ მიდიოდით, ხო? თანამშრომლობის ფორმატი მოიცავს, როგორც ვთქვათ, ასე ვთქვათ, საინფორმაციო საექსპერტო საინფორმაციო საექსპერტო თანამშრომლობას, ასევე თუ ფორმატი ახალი თანამშრომლობის ფორმატი მისცემს ხარებს იმის შესაძლებლობას, რომ ეს თანამშრომლობა გადავიდეს უფრო მაღალ დონეზე, რასაც ვქვია ოპერატიულ ნაწილში თანამშრომლობა, იქ უკვე ინდივიდუალური თემებიც იკვეთება, ამ ბიზნესს ეს მახასიათებელი აქვს, შესაბამისად აქ არის რაღაცა დისკუსიები, გამათი მსჯელობები რიგ საკითხებზე, ასე ვთქვათ, ურთიერთმხარდაჭერის რაღაცა საერთო შეხების წერტილების მოძიება და შემდგომში სპეცსამსახურებისთვის დამახასიათებელი ჩვეულების კლასიკური სტანდარტული ფორმულა, თუ შეგიძლია შეახციო მოწინააღმდეგე სპეცსამსახურებში და მოახდინო ინტერვენცია, შექმნა დამატებითი ოპერატიული რესურსები, რაც სამომავლოდ შეიძლება შენ გამოგადგეს. გადაბირებას რასაც ამოწმების რეკრუტინგი პოპულარულ ენაზე. ხა ეს ჩვეულებრივი მიღებული პრაქტიკაა და ამას იყენებენ სპეცსამსახურები უპრობლემოდ. აი, როდესაც სისტემური რყევები დავარქვათ ხდება, თქვათ ეგ სისტემური რყევები რამდენად პროპორციულად ზრდის მაგ რისკებს, ანუ თუნდაც ინდივიდუალურ დონეზე, ანუ კონკრეტული ავიცი რომ ავიღოთ ვინმე, ანუ ვიცი, დაზვერვის ოფიცერი, თქვათ რამდენად არის მოწყვლადი აი ამ პროცესში კრიტიკული საკითხი, რომელიც აუცილებლად იჩენს თავს. ეხლა мотиваციაზე მქონდა მე საუბარი, დიახ, როდესაც მოწყვლადობის ერთ-ერთი საკვანძო, ასე ვთქვათ, კომპონენტი არის განაწყენებული ან დაჩაგრული ან არა მიზნობრივად დასაქმებული თანამშრომელი, რომელიც ხვდება, რომ იგი ვერ აკეთებს იმას, ისი გაკეთებაც უნდა და შესაბამისად იზრდება რისკები, რომ ამ თანამშრომლის მიმართ თვითონ შიგნით თანამშრომლში ემოციურად გაჩნდეს გარკვეული ტიპის რისკები. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები მუდმივად ცდილობენ ასეთი კადრების მოძიებას და მათთან სხვადასხვა ფორმით დაინტერესების საკითხებზე საერთო ენის გამონახვას, ასეთი ტიპის გაერთიანების დროს, როდესაც არის არასტაბილური გარემო, როდესაც თანამშრომლობა არ იციან რა ელის მათ, არ იციან შეასრულებენ თუ არა პირდაპირ იმ ფუნქციას, რომელთა შესრულება მათ ევალებოდა წლების განმავლობაში და ხო არ იქნებიან გადართული, ეს გამოიწვევს პირველი შესაძლოა ყველაზე კარგ შემთხვევაში ეს თანამშრომლები უბრალოდ გახდნენ პასიურები და უბრალოდ ასე ვთქვათ, საკუთარი სამოქალაქო მოვალეობის შესრულების მიზნით გამოცხადდნენ სამსახურში. მეორე, აღარ გაჩნდება ინიციატივები, აღარ გაჩნდება რისკი იმისა, რომ თანამშრომლები შეეცდებიან დატოვონ სამსახურები და გავიდნენ სხვა სფეროში, სადაც მოახდენენ საკუთარი თავის რეალიზებას. ეს უკვე ნიშნავს, რომ გარკვეული ტიპის ადაზვერო ინფორმაცია, სენსიტიური ინფორმაცია, რომელსაც ეს თანამშრომელი ფლობს, ცალკეულ პროცესზე, ცალკეულ
ფიზიკურ პირზე ცალკეულ რაღაცა იურიდიულ პირზე, რომლებიც ოპერირებდა სადღაც რაღაც საკითხის ინფორმაცია გადის მართალია, მათ აქვს საიდუმლო ინფორმაციის დაცვის ვალდებულება, მაგრამ რისკი ჩნდება მინიმუმ. რა თქმა უნდა, რისკი ჩნდება და არსებობს ყველანი ადამიანები ვართ ჩვენ ვართ რაღაცა ხელოვნურად არ ვიმართებით და მოწინააღმდეგე მხარე ითვალისწინებს რა ამ რისკებს, ითვალისწინებს რა ამ გარემოებებს, იგი ცდილობს შენთან ისეთ კოოპერაციაში იყოს, რომ დროთა განმავლობაში შეძლო შენი ნდობის მოპოვება და შენთან გარკვეული ტიპის ინფორმაციის მიღება. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა, ბუნებრივია. თუ არ მოხდება მათ გაერთიანების თემას დაუბრუნდები, თუ არ იქნება ამ თანამშრომლობების საქმიანობა მიმართული ზუსტად იმ ამოცანების გადაწყვეტისაკენ და თუ არ გაგრძელდება ის კულტურა, რაც ამ სამსახურში არსებობდა წლების განმავლობაში. ჩვენ მივიღებთ კვალიფიციური დასავლურ ყაიდაზე აღზრდილი და მომზადებული და გადამზადებული თანამშრომლობის გადინება სამსახურიდან ან მათი პროფილის შეცვლას და სხვა საკითხებზე მუშაობას და საბოლოო ჯამში ეს ბუნებრივია სადღაც აუცილებლად გამოიწვევს გარკვეული ტიპის პრობლემას, რომელიც შემდგომში გახდება საკმაოდ რთულად გადასაწყვეტი საკითხი. ვინაიდან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მხრიდან ჩვენი მოქალაქეების განსაკუთრებით სპეციალური სამსახურის წარმომადგენლების რეკრუტირება ეს იქნება კატასტროფა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისათვის. საინტერესო ამბავია ეგ ძალიან. ბატონო შალვა, მოდით ვისაუბროთ, არ ვიცი თუ დაგჭათ თქვათ საკითხი, ეს პერსონალურ ამბავს შევეხეთ პარტნიორებთან თანამშრომლობის ნაწილზე ვისაუბრეთ, მე მგონი მიმოვიხილეთ საკმაოდ ვრცლად, თქვათ კიდევ თუ არის რაიმე არგუმენტი. რამდენიმე საკითხი არის, რომელიც კონკრეტულად ამ სამსახურის ფუნქციას ეხება, ძირითადად რა საკითხებზე მუშაობს, ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივად დაზვერვის სამსახური ძალიან ეფექტიანად მუშაობდა არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის ნაწილში. არაღიარების პოლიტიკა ძალიან საინტერესოა. ესეთი მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც ამ სამსახურის ასე თქვათ ძირითადი ფუნქცია იყო და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, ეროვნულ უსაფრთხოების საბჭოსთან კოორდინაციაში ამ სამსახურის ამოცანა იყო შეექმნა გარკვეული ტიპის საინფორმაციო მონაცემების ბაზა, საინფორმაციო რესურსები იმისათვის, რათა საგარეო საქმეთა სამინისტროს გაადვილებოდა მის წინაშე არსებული ამოცანების გადაწყვეტა ან აღსრულება. ძირითადი მიზანი იყო, რომ რომელიმე ქვეყანას არ ეღიარებია სიტყვაზე დამატებით ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, ან გაეწვია უკან. აი ამაზე თუ შეიძლება პატარა კითხვა მექნება ამ თემაზე არაღიარების პოლიტიკაზე, როდესაც საუბრობთ, ბოლო დროს აქტუალური გახდა სირია. მე ძალიან მაინტერესებს იქ რაც ხდება და ვადევნებ თვალს მანამდე რაც ხდებოდა ეს საერთოდ კატასტროფაა, რაც გაიარა ამ ხალხმა. ახლა ბევრი თქვათ დაობს გმირია თუ ტერორისტი ალ-შარა, მაგრამ ფაქტია რომ ამ კაცმა პროცესი შეცვალა. იმიჯი შეცვალა, ტრამპს ხელი ჩამოართვა. შესაძლებლობები გაუჩინა თავის ქვეყანას. კი, ის ადამიანი იმ ქვეყანაში აშკარად ბევრისთვის არის ძალიან დიდი გმირი, რომელმაც უდიდესი ტვირთი მოაშორა და უდიდესი ტკივილის შემდეგ რაღაცა გარდატეხა შეიტანა. როგორ ეს სადავოა, კი ბატონო, დისკუსიის ამბავი იყოს დავტოვოთ ასე. რა შესაძლებლობა ჩნდება მან და ვთქვათ, თქვენ როგორ უყურებთ მაგ პერსპექტივას, რას უნდა ვაკეთებდეთ ახლა, რომ იქ ოპოზიციას ჰქონდა სხვათა შორის რაღაც ინიციატივები, შემდეგ ნახე ჯო ვილსონის განცხადება იყო და რამდენად რეალურია რომ სწორედ ახლა როდესაც აი ეს გარდატეხის მომენტია, ვთქვათ, აი მან კი შესაძლებლობაა, მათ შორის ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ტიპის ფინანსური მხარდაჭერა გაუკეთოს სირიის ახლანდელ ხელისუფლებას, ეს გარკვეულწილად ჩვენი არაღიარების თემასთანაც არის პირდაპირ კავშირში. მოგეხსენებათ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს მიღებული იყო აქტი, რაც ფინანსური მხარდაჭერის თემებს ხვდავდა იმ ქვეყნებისთვის, ვისაც აღიარების თემებში ჰქონდა წვლილი შეტანილი. ახალი ადმინისტრაცია, სირიის ახალი ადმინისტრაცია, მე ვფიქრობ, რომ მათთან საჯაროდ ასე ვთქვათ, პოლიტიკური და მათ შორის ამ შემთხვევაში სადაზვერვო არხებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია გარკვეული ტიპის პროცესების ინიცირება, რაც ჩვენ მოგვცემს იმ სასურველ შედეგს, რომელიც ჩვენ გეოპოლიტიკურად გამოგვადგება ჩვენი არაღიარების პოლიტიკის ნაწილში. ჩვენ ვიცით, რომ ცალკეულ ევროპულ ქვეყნებს აქვს საკმაოდ კარგი საქმიანი ურთიერთობები სირიის ახალ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვიცით, რომ მათაც აქვს სურვილი, რომ დაახლოდნენ დასავლურ ქვეყნებთან და ეს ნახეთ საფრანგეთში ვიზიტიც მათ შორის. ეს რაც საჯაროა და კიდევ ალბათ ძალიან ბევრი საინტერესო. ალბათ ბევრი ჩადის ახლა იქ და პირიქით ხო? კარგი შესაძლებლობები არსებობს იმისათვის, რომ ეს გაცდენილი წლების განმავლობაში
ჩამონგრეული და ჩამოშლილი ურთიერთობები ეხლა სწრაფიტებით მოხდეს მისი რეაბილიტაცია. შესაბამისად, სწორედ აი ჩემს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოოპერაციის ნაწილ შევეხები, სწორედ რომ ეხლა არის ის საინტერესო მომენტი, როდესაც დაზვერვის სამსახურს ეძლევა შესაძლებლობა არასაჯაროდ ფარდებს მიღმა კულუარულად აწარმოოს სხვადასხვა ტიპის მოქმედებები, რათა შეამზადოს სიტუაცია, რომ სახელმწიფომ, საქართველოს სახელმწიფომ შეძლოს პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, რა ფორმატით მასთვის იქნება მისაღები, შექმნოს მოახდინოს ინიცირება დასავლელი პარტნიორების, სტრატეგიული პარტნიორების მეშვეობით შექმნას დისკუსია ან საუბრები სირიის ახალ ხელისუფლებასთან ჩვენს ურთიერთობებში არსებული პრობლემური საკითხის გადასაწყვეტად. სწორედ ასეთი ტიპის ამოცანების გადაწყვეტას ემსახურება სადაზვერვო ორგანიზაციების. ესალებში ვერ წავალ, მაგრამ სწორედ ასეთი ტიპის საკითხებს აგვარებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის სადაზვერვო ორგანიზაციები რეგიონშიც და ზოგადად გლობალურად მოთამაშეები. ისინი ქმნიან საფუძვლიან ურყევ მყარ გარანტიებს სამომავლოდ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტებში, დედაქალაქებს შორის დისკუსიისთვის, საგარეო უწყებების კოოპერაციისთვის, უსაფრთხოების სფეროში მრჩევლების კოოპერაციისთვის და ასე შემდგომ. ესეც არის მოსამზადებელი სამუშაოები, აზრთა გაცვლა, პოზიციონირება, ორივე მხარის პოზიციის მოსმენა, პრობლემური საკითხების გადავადება, გადაწყვეტა, ვინ იქნება ამ საკითხებში ჩართული, ან არ იქნება ჩართული, ანუ ასეთი ტიპის დეტალების გადაწყვეტას რიგ შემთხვევებში არა, ძირითად შემთხვევებში ახორციელებენ სადაზვერვო ორგანიზაციები. მე მინდა ვთქვა, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახურს მსგავსი ტიპის მოქმედებებში მონაწილეობა მიუღია, დეტალებში ვერ შევალ. მას აქვს ეს გამოცდილება და სწორედ რომ ეს გამოცდილება იქნა შეძენილი მას შემდგომ, როდესაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ამ სამსახურს უნდა ემოქმედა დამოუკიდებლად, უნდა გაზრდილიყო მისი სხვადასხვა ტიპის შესაძლებლობები და მან დაამტკიცა, რომ იგი იმსახურებს იმას, რომ გადაწყვიტოს საკვანძო საკითხები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ბატონო, აი ესაც არის ალბათ აი თვალსაჩინო მაგალითი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პარტნიორობის ფასზე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამას შევეხეთ წინა ნაწილში, აი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი, შესაძლოა ესეთი აქტუალური თანამედროვე საკითხი, რომელიც წესით უნდა თქვათ იყოს გასაგებია თქვენ რომ ხო შესაბამისად სამწუხაროდ უბრალოდ პრაქტიკული მაგალითისთვის ეს ძალიან საინტერესო არის ნამდვილად და რადგან ასეთ მაგალითებზე ვსაუბრობთ აქვე კითხავთ თანამედროვე აი ამ დინამიკაში რაც ხდება ანუ გულისხმობ შტატების პოლიტიკის ცვლილებას, შემდეგ უკვე ევროპის კონტინენტზე მიმდინარე პროცესებს, რომ იქმნება, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, მიმდინარეობს ძალიან საინტერესო პროცესები, ვხედავთ გაერთიანებულ რაღაც ახალ იმპულს ლიდერებს, რომლებიც ერთად ჩადიან კიევში, შემდეგ თურქეთის როლი შემოვიდა აქ ძალიან საინტერესოდ, იგივე უკრაინის ომის საკითხზე, მათ შეცვალეს ტონი რუსეთთან მიმართებაში, ანუ იქ პარალელურად ასევე ჩემთვის ძალიან საინტერესო დეტალები არის, რაც უკავშირდება შტატების სავაჭრო ომს და კანადის და ვთქვათ სხვა კიდევ სხვა სახელმწიფოების შემოტრიალებას, ასე ვთქვათ, ევროპისკენ, რომლებიც აქ ცდილობენ რომ რაღაც ახალი დასაყრდენები მოძებნონ. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით სად არის სადაზვერვო სამსახურების როლი, ისე მაგ კუთხით წავიდეთ და რა ვთქვათ, რამდენად აქტიური სამუშაო აქვთ ახლა, სწორედ იმ დამოუკიდებელ ფორმატში. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა მისათვის, რათა საქართველოს მე სულ ვამბობ ხოლმე, რომ ალბათ ახლა ძალიან ბევრს მუშაობენ, ან მინდა რომ ესე იყოს და აუცილებლად მეწმუნეთ ალბათ არა, ნამდვილად მეწმუნეთ ის, რაც გახდა საჯაროდ ეხლა, დიდი ალბათობით ეს არის წინა პერიოდში კარგად დამუშავებული და კარგად შესწავლილი საკითხი იმ ორგანიზაციებში და ამაში ძირითადად სადაზვერვო ორგანიზაციები იღებდნენ მონაწილეობას, მათ კარგად აქვთ შეფასებული რისკები, მათ კარგად იციან ურთიერთშესაძლებლობები და ის მოცემულობა, რაც ეხლა ყალიბდება განსაკუთრებით ამერიკის ახალი ადმინისტრაციის შემდგომ, ის ახალი შესაძლებლობები, რაც გაჩნდა ევროპის კონტინენტზე ძირითადი მოთამაშეების
ასე ვთქვათ, ჩართულობით რიგ საკითხებში, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნაწილში, რასაც ჩვენ ვხედავთ, ანუ ეხლა შექმნილი ეს სადაზვერო უსაფრთხოების თუნდაც და გეოპოლიტიკური ინფრასტრუქტურა ალბათ მრავალი ათეული წლების განმავლობაში იქნება საყრდენი, რაზედაც დაეფუძნება ევროპული უსაფრთხოების, ასე ვთქვათ, ძირითადი გარანტია იქნება ევროპული უსაფრთხოების. შესაბამისად, ამ პროცესიდან ჩვენი ამ პროცესიდან ვეთიშებით ახლა ბატონო შალვა. დიდი ალბათობით. პრაქტიკულად გათიშული ვარ ჩვენ ამ პროცესიდან. ანუ რა სახელი შეიძლება ამას დავარქვათ? ვიცი რა გითხრათ, მაგრამ ეს რომ ნამდვილად არის დიდი კომენტარებში მოგწერეთ რა სახელი შეიძლება ამას დავარქვათ. ეს არის ნამდვილად დიდი შესაძლებლობა, უნიკალური შესაძლებლობა და სწორედ რომ ამ ფორმატებში მონაწილეობა დაუბრუნდები ჩემს რამოდენიმე წუთის წინ ნათქვამ ფრაზას ამ ფორმატებში მონაწილეობა სწორედ რომ სპეციალური სამსახურების სადაზვერო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მუშარ გოლებს შორის არსებული ნდობის მაღალი თანამშრომლობის ხარისხით არის გამოწვეული. შენ ყოველთვის გჭირდება ასე ვთქვათ ლოკომოტივი, რომელიც შენ ამ თამაში შეგიყვანს, რომელიც შენ მოგცემს შენი შესაძლებლობების რეალიზაციის პოტენციალს გაგიხსნის ამ ევროპულ საზოგადოებაში. ეს დღეს დაკარგულია, სამწუხაროდ ეს დღეს დაკარგულია, ეს არ არის მარტო ვთქვათ რაღაცა რეფორმებით გამოწვეული, ეს არის გამოწვეული ყველაფრით იმით, რაც ბოლო რამოდენიმე თვეა ამ ქვეყანაში ვითარდება და შესაბამისად ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენ ევროინტეგრაციის პროცესზე, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის დაზვერვის სფეროში, რაც შეიძლება მალე გავხდეთ ამ დიდი ოჯახის წევრები. ასეთ პოტენციალი არსებობს, ასეთი მზაობა არსებობს. მე ერწმუნეთ პირადად მაგ მოსმენილი, რომ ასეთი მზაობა არსებობს, მათი სურვილი, რომ საქართველოში სტრატეგიული პარტნიორის სახით ყავდეთ ახლო მეგობარი, რომელსაც აქვს რიგი გამოწვევები და მას დაუდგებიან გვერდში რიგ საკითხებში, რაც ეროვნული უსაფრთხოების თემებს ეხება, ეს იყო დახურულ ფორმატებში საჯაროდ გაჟღერებული პოზიცია. ეს მეანიშნებს პრაქტიკულად ხორციელდებოდა. კიდევ ერთხელ ვიტყვი დაზვერვის სამსახურს განვლილ წლებში ჰქონდა შესაძლებლობა ყოფილიყო საკმაოდ საინტერესო უმაღლესი დონის დახურული კლუბური თანამშრომლობის ფორმატების მონაწილე. დეტალებში ნამდვილად ვერ წავალ. ბატონო შალვა, აი თქვენ ჩვენი საუბრის განმავლობაში რამდენჯერმე ახსენეთ, რომ ჩვენ სამსახურს აქვს ძალიან დიდი დამსახურება, აქვს რაღაცა უზარმაზარი გამოცდილება, არის ეს რაღაცა ძალიან კარგი ჯაჭვი თანამშრომლობის და ხას უსვამდით, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ანუ ეს არის თუ არა მასში უკრაინის ალბათ არის ხო ომთან და ვთქვათ, აი მოდით ცოტა რამდენადაც შესაძლებელია ვისაუბროთ წვლილზე, რომელიც არ მარტო ვთქვათ ჩვენი უსაფრთხოების ნაწილში, ზოგადად ანუ აი ამ რეგიონში მიმდინარე ცხელი პროცესების კონტექსტში უკრაინის ომი შექონდა საქართველოს უსაფრთხოების სფეროში ჩვენ გვანახა ახალი გამოწვევები, ახალი სირთულეები. ეს არის ძალიან პრობლემური და მტკინეული საკითხი, ბუნებრივია, სულთა მოქალაქეური ადამიანური თვალსაზრისით, მაგრამ პროფესიულ ჭრილში ვიტყვი, პროფესიული თვალსაზრისით ეს იყო ახალი სიტყვა და ჩვენ დავინახეთ რეალურად როგორ ხდებოდა თანამედროვე ომები და რა როლს ასრულებდა ამ თანამედროვე ომებში სპეციალური სამსახურები. ჩვენ ხედავდით სიტყვაზე რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურები რა ტიპის ნაბიჯებს დგავდნენ უკრაინის წინააღმდეგ და ჩვენ მქონდა შესაძლებლობა გაგვეგო რა ტიპის კონტრზომებს იღებდა უკრაინის უსაფრთხოების სისტემა, ასევე ურთიერთჭიდილი, საინფორმაციო ჭიდილი, ახალი კომპონენტები, ეს იყო პრაქტიკულად ახალი სიტყვა, საიდანაც დღეს სწორედ რომ ის ევროპული თანამეგობრობა მიდის და ამ ყველაფერს ასე ვთქვათ იწოვს, რა ეს გახდა გამოცდილება შეიძინოს. უკრაინის ომი სპეცსამსახურების ურთიერთჭიდილისა და სპეცსამსახურების, ასე ვთქვათ, ბრძოლის კონტექსტში არის ნამდვილად ახალი სიტყვა და ჩვენ გვაქვს და გვქონდა შესაძლებლობა, რომ დასაშვებ ფარგლებში, ხო ბუნებრივია იქაც არსებობს რიგი საკითხები, რომლებიც არ არის განხილვისაგანი მათ შორის სტრატეგიულ პარტნიორებთან. მქონდა შესაძლებლობა ზოგადი წარმოდგენა ჰქონოდა რა ტიპის თანამედროვე გამოწვევები იყო იმ ქვეყნის მხრიდან, რომელსაც დღეს საქართველოს ტერიტორია აქვს ოკუპირებული და გააჩნია სახელმწიფოებრივი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ. შესაბამისად ამ ფორმატში ყველას კარგად გვესმის, რომ დასავლელი პარტნიორების ჩართულობაც იყო საკმაოდ
მნიშვნელოვანი, საჭირო და აუცილებელი იყო საკითხები, რომელთა გადაწყვეტა საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პარტნიორების გარეშე ვერ შეძლებდა ვერანაირად და ან დასჭირდებოდა რამოდენიმე წელი და როდესაც ხავს კარგი სანდო პარტნიორი, შენ გაქვს ამ ინფორმაციასთან, ამ შესაძლებლობასთან მოკლე დროში ნაკლები დანახარჯებით ცდომის რესურსი და ეს პრაქტიკაში ასე იყო. კიდევ მინდოდა მეკითხა უკრაინის კონტექსტში გარკვეულწილად სანქციების თავის არიდებაზე ხშირად არის საუბარი და თქვათ აი ამ კონტექსტში რა როლი ქონდა ჩვენ და მით უმეტეს საწყის ეტაპზე და ახლა რა შეგიძლიათ ამაზე გითხრათ? ეხლა რა ხდება ნამდვილად არ შემიძლია მითხრა, გითხრათ რამე, არ ვიცი ნამდვილად. იმ არეალში სადაც თქვენ ზოგადად ეს საკითხი იყო ჩვენი ერთ-ერთი კვლევის საგანი, მათ შორის კონკრეტულად ვინტერესდებოდით ხომ არ იყო რაიმე ინტერესი ამ მიმართულებით, ოღონდ ეს ძირითადად ჩვენ ვინაიდან ქვეყნის გარეთ ფიგურირებთ, იქიდან ხო არ მოდიოდა რაიმე საფრთხები ამ საკითხთან დაკავშირებით და ამ საკითხზე აქტიურ კოოპერაციაში ვიმყოფებოდით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, რომელიც მათ შორის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე აკონტროლებდა მსგავსი ტიპის საკითხებს. კონკრეტული ფაქტის შემთხვევა მე ნამდვილად არ მახსოვს. ზოგადად ის რაც საჯარო სივრცეში ვრცელდებოდა ინფორმაცია. საჯარო სივრცეში მაგალითად არის Deutsche Welle-ს აქვს ძალიან საინტერესო სიუჟეტი. შესაძლოა ნანახიც გქონდეთ, სადაც იქ საუბარი არის აფხაზეთის გავლით გარკვეული ტვირთების გადატანაზე, არის ასევე ლარსზე, არის ასევე ავტო ექსპორტზე და ასე შემდეგ. გარკვეული საერთაშორისო დონეზე რეზონანსი ქონდა ამას. მე არ ვამბობდა რაღაც საჯარო მიძებნება ამაზე ისმოდა ბრალდებები და ეჭვები გამოთქმული იყო მინიმუმ ეჭვები საქართველოს გავლით გარკვეული მანევრების შესახებ. ჩემ პრაქტიკიდან გამომდინარე გეტყვით რომ ასეთი ტიპის საკითხებზე ჩვენ გვქონდა აქტიური კოოპერაცია ჩვენს დასავლეთ პარტნიორებთან და მათთან ეფექტიანად მუშაობდით რიგი საკითხების გადაწყვეტაზე დეტალებში ვერ შევალ და ჩვენ ვიმყოფებოდით მათთან საკმაოდ საინტერესო განხილვებში ამ თემების ირგვლივ, მათ შორის როგორც ქვეყნის შიგნით შესაბამის უწყებებთან, ასევე ქვეყნის გარეთ ჩვენ დასავლეთ პარტნიორებთან და ვცდილობდით რომ დაგვეზღვია ჩვენი ქვეყანა მსგავსი ტიპის გამოწვევებისგან. კარგით, ბატონ შალო, კიდევ ერთ საკითხს შევეხები, ვისარგებლებ აუცილებლად შემთხვევით რომ მაქვს ამის შესაძლებლობა. ძალიან ხშირად ჩვენ საზოგადოებაში საუბარი არის პირდაპირ პოლიტიკურ გავლენაზე მართველი გუნდის მიმართ რუსეთის მხრიდან. მე ამასთანავე მოვისმინე მაგალითად ჩვენი კოლეგა არის თამარ ნუცუბიძე, რომელიც ბრიუსელში მუშაობს და მას ჰქონდა ჩაწერილი ინტერვიუ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან. სამწუხაროდ გვარი არ მახსოვს და არ მინდა რომ უზუსტობა, თუმცა ეს საჯაროდ დევს ეს ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ ბრალდებებს აყენებდა, რომ სპეცსამსახურების თანამშრომლები პირდაპირ კონტაქტზე არიან საქართველოში მუშაობენ, გარკვეული როტაციაც კი ხდება პერიოდულად, ნუ ესეთი სცენარი შემოგთავაზა. ვიღაცისთვის შესაძლოა ეს არ იყოს, თქვათ, სერიოზული განცხადება და რაღაც მანიპულაციის მცდელობა იყოს, ვიღაცისთვის შეიძლება პირიქით. მოდით მაგ თემაზე რამდენადაც შესაძლებელი არის, რა ჯერ ერთი გითხარით, ანუ რა ინტერესი, რამდენად ძაფრი არის ინტერესი საქართველოსთან და რა როლი აქვს მან თქვენს ყოფილ სამსახურს. გასაკვირი იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები სხვადასხვა ფორმატით და სხვადასხვა ლეგენდით ან სხვადასხვა პოზიციიდან აგროვებენ ინფორმაციას მათი დაინტერესების საკითხებზე, ამაში არაფერი არ არის გასაკვირი. ეს იყო, არის და სამომავლოდაც აუცილებლად იქნება. როტაციებს რაც შეეხება ხა ვერ გეტყვით ნამდვილად რაღაც კონკრეტულ ფაქტს, მაგრამ როტაციის პრინციპი ზოგადად სპეცსამსახურების საქმიანობაში ნამდვილად არსებობს ასე ვთქვათ. შესაბამისი სახელმწიფო წარმომადგენლობები, სადაც ბუნებრივია გარკვეული ტიპის სპეცსამსახურის წარმომადგენლები არიან, მუშაობენ და ისინი როტაციის პრინციპს ემსახურებენ. აქ იყო საუბარი არა, ვთქვათ, რაღაც დიპლომატიურ მისიებზე მიმაგრებულ საუბარი არ არის მაინც დიპლომატიურ მისიებზე, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, ამ შემთხვევაში დაზვერითი ორგანიზაციები იყენებენ როგორც დიპლომატიურ მისიებს, ასევე სავაჭრო ეკონომიკურ წარმომადგენლობას, ასევე სხვადასხვა ბიზნეს წარმომადგენლობას, იყენებენ მედიის წარმომადგენლებას, იყენებენ, თქვათ, ცალკეულ ინდივიდებს, ცალკეულ კომპანიებს, მათ შორის არსებობს, ასე ვთქვათ,
დროებითი გამოყენების შესაძლებლობები, ასე რომ ყველაფერს იყენებენ და ყველაფერს გამოიყენებენ, რის შესაძლებლობასაც ჩვენ მივცემთ. მოწინააღმდეგე სპეცსამსახური თუ დაინახავს, რომ მის აქტივობებზე და მის ქმედებებზე რეაგირება არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს, იგი შეეცდება გაზარდოს თავისი ოპერატიული შესაძლებლობები, მაგალითად საქართველოს ტერიტორიაზე. თუ X პერიოდში მაგალითად საქართველოში ოპერირებდა X სახელმწიფოს თქვათ 3 სადაზვერვო ცენტრი სიტყვაზე და მათი შეფასებებისა და მათი კვლევების მიხედვით მივიდნენ დასკვნამდე, რომ მათ წინააღმდეგ არანაირი კონცადაზვერვო აქტივობა არ ხორციელდება, ისინი ამ 3-ს აქცევენ 6-ად. როდესაც მიხვდებიან, რომ 6-ის მიმართაც არაფერი არ ხდება, მერე 12-ად, იმიტომ რომ სპეცსამსახურები ყოველთვის ცდილობენ შექმნან დამატებითი შესაძლებლობები, დამატებითი რესურსები და დამატებითი წვდომები, მანამ სანამ მოწინააღმდეგე ქვეყანა ამის შესაძლებლობას მას მისცემს. ნუ ამ შემთხვევაში შესაბამისად არ ვიცი ექსპერტის თუ ჟურნალისტის მოსაზრება როგორია, მას ახალი არაფერი არ უთქვამს რეალურად ჩვენს სადაზვერვო ორგანიზაციას. არა, განსხვავება იმაში იყო, ნუ ეს შესაძლოა მსჯელობისაგან მუდმივად იყოს და ამაში არაფერი სენსაციური არ ხდებოდეს, მაგრამ იქ იყო პირდაპირ რაღაც ბიძინა ივანიშვილთან კავშირებზე საუბარი, ეს კაცი ამბობდა, რომ აი კონკრეტულად მიდის უმაღლეს დონეზე რაღაც ინფორმაციის მაგ თემასთან დაკავშირებით. ხო, ერთ სიტყვით ანუ ამის პრევენცია დანამდვილებით თქვა, როდესაც შიდა უსაფრთხოების სამსახური თუ მისცემს მოწინააღმდეგე სადაზვერვო ორგანიზაციას იმის შესაძლებლობას, რომ მან რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა შექმნას. რამდენად მძაფრად იყო ეგ მცდელობები თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში? მე ხელმძღვანელობდი დაზვერვის სამსახურს და შესაბამისად ჩვენი ქვეყნის მიმართ სხვადასხვა ქვეყნის სადაზვერვო აქტივობების, ასე ვთქვათ, უფრო ეფექტიანი მონიტორინგის მექანიზმი არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონდაზვერის დეპარტამენტის პირდაპირი ფუნქცია. თუმცა ეს არ გამორიცხავს დაზვერვის სამსახურის მონაწილეობას ამ პროცესში, მათ შორის ერთ-ერთი ამოცანა არის ჰქონდეს გარკვეული ტიპის ინფორმაცია თუ რა ტიპის ინტერესები ან რა ტიპის ხერხები და მეთოდები გაჩნდა ჩვენი მოწინააღმდეგე ქვეყნების სადაზვერვო ორგანიზაციებში, რომლებიც შემდგომში აპირებენ ან ოპერირებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ამაზე ინფორმაციის მიღება. სწორედ აქაც პარტნიორების ჩართულობა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება რაღაცას ვერ ხედავდეთ და რეალურად ჩვენს ცხვირწინ, ჩვენს ხელების წინ ხდებოდეს ისეთი პროცესი, რომელიც იდენტიფიკაცია, რომლის შეფასება და ანალიზი სწორედ რომ ჩვენი დიდი სტრატეგიული პარტნიორების შესაძლებლობებში ჯდებოდეს. მათ შორის ერთ-ერთი ამოცანა ეს იყო, რომ დაგვენახა არის თუ არა ინტერესი. ბუნებრივია, საქართველოს მიმართ არსებობს ინტერესი, არსებობს რუსეთის მხრიდან ბუნებრივია ინტერესი და იგი შეეცდება ყოველთვის და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ აქ ყავდეს კარგი ოპერატიული და მათ შორის სხვა ტიპის შესაძლებლობები, ასევე სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებსაც. ომის დაწყების შემდგომზე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ შეცდომაში უნდა შეგიყვანოთ, შემიძლია დანამდვილებით თქვა კლასიკური ფორმულა. რის შესაძლებლობასაც მივცემთ, კი ბატონო, იმას გაგვიკეთებთ. ბატონო შალვა, არის ასეთი მოსაზრება და შემხედრია ხშირად მომისმენია, რომ აი ამდენი რუსეთის მოქალაქის შემოსვლა ომის დაწყების შემდეგ, ვინც გამოექცა ჯარში წასვლის ვალდებულებას, იქიდან არის თუ არა რისკი. ნუ აქაც არის სხვადასხვანაირი მოსაზრებები, ვიღაცა ფიქრობს, რომ არის, ვიღაცა ფიქრობს, რომ უფრო მძაფრად ფიქრობს, რომ ძალიან დიდი რისკია, ვიღაცა ფიქრობს, რომ ნუ ახლა ისედაც ხომ ყავთ ეს სამსახურები და თქვათ, რატომ უნდა განვეწყოთ ნამეტანი რაღაც შეთქმულების თეორიებშიც არ უნდა შევიდეთ, ასეთი მოსაზრებებიც მომისმენია. თქვენ ყველაზე კომპეტენტურად ალბათ გვიპასუხეთ ამ საკითხს. ეს აუცილებლად რაც უფრო მეტი ადამიანი შემოვა და განსაკუთრებულად სრულად განწყობილი სახელმწიფოს მოქალაქე, მით უფრო მეტი რისკი იზრდება, რომ ამ ნაკადში არსებობდეს ან სამომავლოდ შეიქმნას ის პოტენციალი, რომლებიც მოწინააღმდეგე ქვეყანას მისცემს დამატებითი სპეცსამსახურების კუთხით დამატებითი ოპერირების შესაძლებლობას. ბუნებრივია რისკი არსებობს და ბუნებრივია ეს რისკი არ არის, ასე ვთქვათ, მარტო შეფასების საგანი დამყარებულია პრაქტიკულ მაგალითებზე და შესაბამისად ამ ნაკადში, რომელიც სექტემბერში შემოვიდა, თუ არ ვცდები, პირველი, ასე ვთქვათ, მობილიზაცია სექტემბრის თვეს დაემთხვა და ახლობით 100,000 იყო, თუ არ ვცდები, შეიძლება ცოტა მეტი, ცოტა ნაკლები, ამ ნაკადში აუცილებლად იქნებოდნენ ადამიანები, რომლებიც შესაძლოა გაეხსნენ
რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკას, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ისინი არ ითანამშრომლობენ რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებთან და მათი ეს ასე ვთქვათ საჯარო პოზიცია. თუნდაც მე სახლში დაბრუნების დროს რაიმე ბენეფიტები მიიღო. კიდევ ერთხელ ვამბობ, რამდენ შესაძლებლობასაც მივცემთ, იმდენი ზეწოლა იქნება ამ მიმართულებით. ეს არის ვთქვათ ასე ურთიერთ ბალანსის საკითხი, ანუ გავატარებთ რაიმე ტიპის მოქმედებებს და ნახავს მოწინააღმდეგე სპეცსამსახური, რომ მას ezღუდება გარკვეული ტიპის მოქმედება, იგი დაფიქრდება შემდგომი ნაბიჯის გადატკმაზე. თუ არ იქნება, ეს არის შეიძლება იყოს არასაჯარო. პირდაპირ ვამბობ. ხო, მოდი ბარ მკითხავთ მაშინ რა. მე მესმის რომ დაზვერვის სამსახურის პირდაპირ ფუნქცია ეგ არ არის. ხშირად ეს გადაღებული კითხვაც ხო არის, რომ აბა რამდენი ჯაშუში გამოვავლინეთ თუ არ გამოვავლინეთ და მე ვიცი რომ ეგ არ არის თქვენი ყოფილი სამსახურის კომპეტენცია პირდაპირ და ეს სუსის პასუხისმგებლობა არის, თუმცა აი ახლა ახსენეთ და მაგიტომ გამახსენდა რომ შეიძლება ეს არ იყოს საჯარო. არ ვიცი რა განცდა უნდა გქონდეს ჩვენ მოქალაქეებს მაგ ნაწილში თქვენ რა შეგიძლია გითხრათ? ზოგადად მე ვფიქრობ რომ საზოგადოება იმსახურებს გარკვეულწილად გქონდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა ტიპის გამოწვევები არის ქვეყანაში. და რა ტიპის მოქმედებებს ახორციელებენ სახელმწიფო შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები. მე მესმის საპარლამენტო ასე ვთქვათ ანგარიშგების ფორმატი, მესმის შიდა უწყებრივი თანამშრომლობა, ინფორმაციის გასვლა, მესმის ვთქვათ უმაღლეს პოლიტიკური თანამდებობის პირებთან დახურულ ფორმატებში ინფორმაციის გაზიარება, მაგრამ ვთვლი რომ თუ ჩვენი სწორება არის, რომ ჩვენ გავხდეთ დასავლური ცივილური საზოგადოების ასე ვთქვათ წევრები, იქ არსებობს დამკვიდრებული პრაქტიკა და დასაშვებ ფარგლებში მინიმუმ საექსპერტო საზოგადოების დონეზე ხდება მათთვის გარკვეული ტიპის ინფორმაციის გაზიარება იმისთან დაკავშირებით თუ რა ტიპის უსაფრთხოების სივრცე და გარემო არსებობს იმ კონკრეტულ მონეტში, რა ტიპის მოლოდინები არსებობს ახლოვადიან ან გრძელვადიან პერსპექტივაში. რა შემიძლია ვთქვა, სპეცსამსახურების თანამშრომლობაში, მათ შორის სრულად განწყობილ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის დროს არსებობს ასე ვთქვათ ჯელტმენური შეთანხმების და ჯელტმენური თანამშრომლობის ფორმატები, სადაც რომ სწორედ რომ ისეთი საკითხები განიხილება, როდესაც მოწინააღმდეგე ქვეყნის სპეცსამსახური ამეტებს თავის ასე ვთქვათ პროფესიულ უფლებამოსილებას და აკეთებს ისეთ რაღაცას, რომელიც არღვევს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემას და ხდება ასე ვთქვათ დისკუსიები ან შუამავლის მეშვეობით, ან პარტნიორის მეშვეობით, ან პირისპირ, როდესაც ხდება გარკვეული დამზღვევი ნაბიჯების გადატკმა, ეს არ არის საჯარო განხილვის საკითხი, მაგრამ მეორე მხარე მიცის და იგი ინფორმირებულია, რომ იგი ასე ვთქვათ გაიშიფრა მის შემჩნეულია, გაიშიფრა ამის დამტკიცება ხდება სხვადასხვა ტიპის პროფესიული რაღაცა საშუალებებით და აქედან გამომდინარე მას ეზღუდება გარკვეულწილად ოპერირება. ეს მათ შორის არ ანუ მიანიშნებთ რომ შესაძლოა ვინმე საჯაროდ არ დაუკავებიათ, თუმცა იმუშავეს იმ მაგ ნაწილში. ასევე მიღებული პრაქტიკა არის, რომ ზოგადად არ არის აუცილებელი მაინც და მაინც დაკავება და ზოგადად ასე ვთქვათ ოპერატიული თამაშის ფორმატი არსებობს, როდესაც დაკვირვება არა მარტო დაკვირვება, მთელი კომბინაციები, მთელი ეს რაღაცა, მთელი სპეციფიური საკითხები, რომელიც ჩვენ გვაძლევს ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს აძლევს უფრო მეტ ინფორმაციასთან წვდომის შესაძლებლობას, უფრო მეტად ოპერირების შესაძლებლობას, ასე რომ ზოგადად მე მესმის საზოგადოების დაკვეთა, რომ მათ აინტერესებთ გარკვეულწილად და პრინციპში შეშფოთების საფუძველი არის, ხა მე მაგალითად ბავშვს რო ვასერინებ ვაკის პარკში და უამრავი ადამიანი არის ჩემს გარშემო, მიჩნდება რა რაღაცნაირად განცდა, რომ ვინ არის ახლა ეს ადამიანი, რატომ არის შეიძლება სურვილის შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას ისეთი ფორმატები და აქაც არაფერი მოსაგონებელი არ არის, ასეთი ფორმატები არსებობს და გარკვეულწილად მოხდეს საზოგადოების სურვილის დაკმაყოფილება ამ ნაწილში. მინიმუმ განცდა რომ მქონდეს, რომ აი შეგვიძლია მაგალითად ვიღაც მუშაობს რა ამას. შეგვიძლია არ დავასახელოთ პროცესი, უბრალოდ თქვათ, რომ სახელმწიფოს მიერ გადაიდგა გარკვეული ტიპის ნაბიჯები, რათა აღკვეთილ რაღაც რაოდენობა გამოავლინა და რაღაცა შეაკავა თუ რა ვიცი, როგორც ქვია მაგ ამბავს, ხო? ანუ ეგაც ან სამოქალაქო პოზიციიდან იწევს გარკვეულწილად ეჭვებს რა. სამოქალაქო საზოგადოებასთან ანგარიშგების ნაწილი არის ის ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტი, რომელიც სადაზვერვო თუ უსაფრთხოების სისტემაში არის დაფუძნებული და ეს არის ასე ვთქვათ ევროპული ცივილური საზოგადოების მოთხოვნა, რომ მათ უნდა იცოდნენ, რაში ხდება
მათი ფინანსური შესაძლებლობის, თქვათ, დახარჯვა, ერთი ეს, სუფთა მატერიალური თვალსაზრისით და მეორე, მათ უნდა იცოდნენ, რომ რა ტიპის გამოწვევების წინაშე დგანან და სწორედ რომ აქეთკენ უნდა გადავდგათ ჩვენ აბიჯები და მე მესმის რომ საჯარო ვერ იქნება ბევრი რამ, თუმცა სრული შემთხვევაში შესაძლებელია რომ სახელმწიფოს შესაბამისმა საზოგადოებრივმა წრეებმა, ეს იქნებიან ჟურნალისტები, საექსპერტო საზოგადოება, ანალიტიკოსები, ექსპერტები, მათ იცოდნენ თუ რა ტიპის საფრთხეები, გამოწვევები, რა ტიპის ნაბიჯები იდგმება და ასე შემდგომ. საპარლამენტო თანამშრომლობა ძალიან კარგია, სხვათა შორის უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ სამსახურს ძალიან დაზვერვის სამსახურს ძალიან კარგი საპარლამენტო თანამშრომლობა ჰქონდა გასულ წლებში, ხარდაჭერაც შესაბამისად, მაგრამ საზოგადოებასაც ჭირდება გარკვეული ინფორმირება რიგ საკითხებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ იმსახურებენ. კარგი, დიდი მადლობა ბატონ შალვა, მე მგონი გადავაჭარბეთ 1 საათს, რაც გქონდა გეგმა ცოტა, მაგრამ ჩემთვის ძალიან საინტერესო საუბარი იყო. იმედია, რომ მაყურებლისთვისაც საინტერესო საუბარი იყო. თუ გნებავთ დასკვნის სახით საბოლოოდ, ანუ თავარ თემაზე რაზეც ვსაუბრობთ ჩვენ დაზვერვის სამსახურის როგორც დამოუკიდებელი სამსახურის გაუქმება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში გადატანა. აი ამ თემაზე თუ დასკვნის სახით რაიმე თქვათ გინდათ რომ გვითხრათ კიდევ იმედი მაქვს რეფორმის ინიციატორები კარგად შეისწავლიან ამ საკითხს. შეეცდებიან ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ასთა გაცვლას, მათი ხედვის და მოსაზრების მოსმენას და თუ მაინც მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ ეს ორგანიზაცია მაინც უნდა იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რა ფორმით, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს სტრუქტურული ერთეული, ის მაინც უზრუნველყო, რომ სამსახურმა შეძლოს მის წინაშე დღეს არსებული ამოცანების შესრულება, დაიცვან იქ ყოფი მაღალი კვალიფიკაციის თანამშრომლების უფლებები, მისცენ მათ იმის შესაძლებლობა, რომ მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია და მათ იქ დასაქმებულ თანამშრომლებს მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაუხადო იმისათვის, რაც მათ გააკეთეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. მესმის, რომ მათი საქმიანობა საჯარო განხილვის საკითხი ვერ იქნება, თუმცა ისინი ნამდვილად ბევრ რამეს აკეთებენ. კი ბატონო. ისე ბატონო შალვა, რატომ გაგეთავისუფლეს თანამდებობით? დასამშვიდებელი კითხვა მაქვს. გარკვეული 100 სხვადასხვა ჰქონდა რიგ საკითხებთან. 2024 წლის აპრილში, ხო? ხო, აპრილში. სხვადასხვა გვარად ხედავდით რიგ საკითხებს, ძირითადად ეს საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატებს ეხებოდა. ანუ იგივე თემას ეხებოდა, რაც ახლა ხდება? დაახლოებით. ანუ მაგის წინაპირობები მაშინვე არსებობდა? დიახ. ჩვენ კი ვხედავდით პოლიტიკურ პროცესს, თუმცა მაგდონეზე, თქვათ, აი სადაზვერვო სამსახურების ნაწილში რა მოხდა? კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ გასაგებია, რომ ეს არ არის საჯარო საკითხი, მაგრამ მერწმუნეთ სადაზვერვო ორგანიზაცია საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატში ჰქონდა საკმაოდ ძლიერი და საკმაოდ საინტერესო თანამშრომლობის შესაძლებლობები. ეს გამოცდილი იყო დროით, გამოცდილი იყო საქმით და საკმაოდ სენსიტიური და საკმაოდ სპეციფიური საკითხებით. საქართველოს დაზვერვის სამსახური რეგიონში წარმოადგენდა საერთაშორისო სადაზვერვო თანამეგობრობის ერთ-ერთ საკვანძო პარტნიორს, სარგებლობდა უმაღლესი ნდობით და მისი თანამშრომლები იყვნენ საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატების აქტიური მონაწილეები, საკვანძო მონაწილეები. მოულოდნელად მოხდა თქვენი გაშვების გადაწყვეტილების მიღება თუ თქვათ რამე დისკუსიას მოყვა ეს რომ აი თქვენ ბრძანეთ რომ მე ვიყავი წინააღმდეგ ვისთან იყავი წინააღმდეგ ანუ საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ქვეშ არის ხო? მეტი არავის. კი ბატონო და ანუ პრემიერ-მინისტრი ამ დროს არის კობახიძე ხო? კი ბატონო და ანუ აი შეგიძლიათ მითხრათ რა მოხდა? ჰქონდა რაღაცა დისკუსიები რიგ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის სამსახურის პერსპექტივებთან, ახლოვადიან მიზნებთან, ამოცანებებთან. საკმაოდ საინტერესო შეხვედრები იყო პირველი რამოდენიმე შეხვედრა და ბოლო შეხვედრა, როდესაც ჩვენ დავშვედით ერთმანეთს, იყო რიგი საკითხები, რომელიც მათ შორის მოიცავდა საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს და ანუ აღიქვით რომ კურსი შეიცვალა? არა, მე არ აღვიქვი რომ კურსი შეიცვალა, იყო საკითხი, რომელიც ასე თქვათ იყო აქტიურ ქმედით ფაზაში და არსებობდა თქვათ პოზიცია, რომ ეს ფაზა ასე ამ ფორმატით არ უნდა გაგრძელებულიყო და მე შესაბამისად ამ პროცესში მონაწილეობას ვერ მივიღებდი. შესაბამისად მივიღე გადაწყვეტილება წავსულიყავი სამსახური.
ეგ არის. კარგი. აღარ ჩაგეძიებით, ნუ ჩემთვის ერთს ვიტყვი, რომ ძალიან ერთი მოქალაქისთვის ჟურნალისტისთვის მე თვითონაც აქტიურად არ ვარ პროფესიაში, რომელიც ძალიან მიყვარს და რომელშიც 19 წლიდან უწყვეტად მუშაობდი და ხო, ჩვენი პროფესიის და ჩვენი კოლეგების მაგალითზე და ჩვენ პირად მაგალითზე ეს ძალიან რთული არის და ჩემთვის ყოველთვის ძალიან სევდიანია, როცა ვუყურებ ადამიანებს, რომლებიც არიან აბსოლუტური პროფესიონალები და რაღაც მომენტში უწევთ გადაწყვეტილებების მიღება. იმედი მაქვს, რომ ეს მოცემულობა შეიცვლება, წარმატებებს გისურვებთ და ნახოთ რა იქნება, ძალიან საინტერესო დროს ცხოვრობთ. გამოიწერეთ ჩვენი არხი თუ ფიქრობთ, რომ საინტერესო კონტენტს ვქმნით. დაგვიკომენტარეთ, ბევრი თემა გავარჩიეთ დღეს და შემოდით დისკუსიაში. ტროლბოტებს გეტყვით, რომ არ რეაგირებთ. ბატონი შალვა დამატრენინგებს ახლა როგორ უნდა გაუმკლავდე მაგ გამოწვევებს და ასე რომ ნუ გაირჯებით, სხვადასხვა თქვენი აკაუნტებიც უკვე დავიზებირეთ. გულშემატკივრებს დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი არხის ანალიტიკას როცა ვუყურებ ხოლმე ძალიან ბევრი ქვეყნის გარედან გვიყურებს, შტატებია პირველ ადგილზე, მერე მოდის იქ ევროპული სახელმწიფო, სხვადასხვა რუსეთში გვიყურებენ, ბატონო შალვა. და მოგიკითხავთ ყველას, დიდი მადლობა ვინც გულშემატკივრობთ და დარჩით ჩვენი გულშემატკივრები დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდებს. მადლობა თქვენ, მადლობა იმისთვის, რომ ამ ერთობნიშნულოვანი საკითხით დაინტერესდით. ეს არის საკითხი საკვანძო და ნიშნულოვანი თემა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაში და აუცილებლად ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევქმნათ მყარი საფუძველი ჩვენი ევროპული ინტეგრაციისათვის. კი ბატონო, დიდი მადლობა. აი ამ სიტყვით აგემშვიდობებით.